მოგესალმებით, მე და გიორგი თავარქილაძე ვიწყებთ ახალ გადაცემას. ჩვენ გვინდა რომ ესე შევიკრიბოთ ხოლმე და ყოველ კვირას მთელი განვლილი კვირის ამბები გამიმოვიხილოთ, გავიცნობთ ნიუსებს, სხვადასხვა საქართველოში თუ მსოფლიოში მომხდარ მოვლენებს და შესაბამის ჩვენს აზრებს გაგიზიარებთ. გამარჯობა, სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა, იმედი მაქვს საინტერესო საუბარი გვექნება. და ვეცდებით რომ მაქსიმალურად ამოვწუროთ ის საინტერესო თემები, რაც ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მიმდინარეა და ახალი ამბებია. დიახ, ჩვენი ეს გადაცემა ქართული რესპუბლიკის YouTube არხზე დაიდება. თუ არ გინდათ გამოგრჩეთ ყოველკვირეული ჩვენი გადაცემა თუ სხვა გადაცემები, რომლებიც ამ არხზე დაიდება ხოლმე, გამოიწერეთ ეს არხი, გააქტიურეთ ზარისღილაკი და არ გამოგრჩებათ არც ერთი ჩვენი გადაცემა. დავიწყოთ ხო? დავიწყოთ. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ესე იგი, როგორც ვიცით, ნიუ-იორკში გაიმართა გაეროს სამიტი, სადაც საქართველოს დელეგაციაც იყო ჩასული. გაეროს სამიტის დასრულების შემდეგ მარკო რუბიომ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, თითქმის ყველა ჩვენთვის ცნობილი და საინტერესო ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი პრეზიდენტი თუ უფრო საგარეო საქმეთა მინისტრები მიიწვია სპეციალურ ვახშამზე, მათ შორის სომხეთი და აზერბაიჯანი, მაგრამ ჩვენ იქ არ ვიყავით. ესე იგი, არც მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი და არც მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი ამ შეხვედრაზე არ იყვნენ. რა სიტყვი გიორგი? რა შეგვიძლია ვთქვათ? ეს არის კიდე ერთი გამოხატულება იმისა, თუ რისი იმედი შეიძლება გქონდეს ჩვენს რეჟიმს იმისთვის, რომ გაარღვიოს იზოლაცია და მე ვფიქრობ, არანაირი იმედი ამ მხრივ არ შეიძლება მას გქონდეს. მათ ერთადერთი იმედი აქვს, სხვათა შორის ხშირად ჩანს ხოლმე კობახიძის და სხვა პიროვნებების განცხადებაში და ეს იმედი უკავშირდება უკრაინაში ომის დასრულებას და ალბათ არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ უკრაინაში მათ სურთ ომი დასრულდეს რუსეთის სასარგებლოდ, იმიტომ რომ ჩემი აზრით მხოლოდ ამ შემთხვევაში ხედავენ საკუთარი იზოლაციის დასრულების შესაძლებლობას რუსეთის გამარჯვების ხარჯზე. მოდი კიდე ერთი რამე ვთქვათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. რატომ არ იწვევენ ჩვენს ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს აი ესეთ ვახშამზე? მაშინ როცა ხო, გააგზავნა ვახშამზე გამახსენდათ პაპუაშვილის გაправება იყო დღეს ძალიან საინტერესო. ხო, ჩვენო იქ საქმეზე არ ჩავსულვართ, საქმეზე ჩავედით, საჭმელად და საავახშმოდ არ ჩავსულვართ. ხო, მაგული იდიოტიზმი. კი, აი მაგაზე გამეცინა, მაგრამ თან სატირალია, მაგრამ როგორ გინდა არ გაგეცინოს, როცა ყველა მიცის, ვისაც ოდნავი შეხება მაინც ქონია დიპლომატიაზე, რომ თავარი საკითხები ჯერ ერთი ეს სიმბოლურად ქვია ვახშამი და აქ მნიშვნელობა აქვს, რომ ეს ადამიანები, ასეთი წონის ადამიანები და წარმომადგენლები ქვეყნების იკრიბებიან და ასე შემდეგ, მაგრამ ალბათ ამას ყველა ადამიანი მიხვდება ხა პაპუაშვილმა შეიძლება დიდი ხანია დაუკრეფავშია გადასულა. ხო, პაპუაშვილმაც იცის ეგ ყველაფერი უბრალოდ საკენკია გადმოყრილი, ვითომ თავიანთ რაღაცა თუ ვინმე ყავთ შემორჩენილი ნამდვილი ამორჩევლები, ისინი დააბოლონ თორე თან კიდე რა სიტუაციაა, იცი მე ესე მგონია რომ ერთი მხრივ საკენკია და მეორე მხრივ დიდი ხანი, აი ჯერ კიდე გლობალური ომის პარტია რომ მოიგონეს, არარსებული რაღაცა ორგანიზაცია ასე თქვა, მაკედან დაწყებული უკვე ყველანაირი ზღვარი მოიშალეს, რაც თავში მოადგებათ, იმას უბრალოდ ამბობენ რა, პაპუაშვილი იქნება, კობახიძე იქნება, სხვა იქნება. ყველაფერს და ნუ შეუძლიათ რომ თან თავარი ის არის რომ შეიძლება გუშინელი ნათქვამი დღევანდელს ეწინააღმდეგებოდეს, შეიძლება ბურჭულაძე გუშინ ანტიკორუფციონელი თავდაცვის მინისტრი იყო და ადარებდნენ სხვებს და დღეს შეიძლება დაიჭირონ და ასე შემდეგ, ნუ მან ხო ზღვარი არაა, მაგრამ უცებ მინდა დაუბრუნდნენ უკვე რატო არ არიან მიწოვლები მაგ თემას. და კითხვა უჩნდებათ ხოლმე სხვათა შორის ყაველაშვილის წერილშიც ეგ პათოსი ჩანდა და სხვაგან რომ სხვებს თუ იწვევთ სადაც ავტორიტარული რეჟიმია ან დიქტატურისკენ გადახრილი რეჟიმებია, მაშინ ჩვენ რატო არ გვიწევთო რა ესეთი შინაარსის ჟღერს ხოლმე მათი წერილებიდან და პოზიციიდან, მაგრამ აქ მარტო ამაზე არ არის. ჯერ ერთი ის რომ არალეგიტიმურია მთავრობა თავისთავად რახან ესეთი გარემოებები გავიარეთ, მაგრამ თავარი რა არის? თავარი არის ის რომ თუნდაც ნებისმიერ აზერბაიჯანი, რომელსაც თვლიან რომ ავტორიტარული სახელმწიფოა, ალიევი აწარმოებს დამოუკიდებელ პოლიტიკას. ახლა სრულად დამოუკიდებელი საერთაშორისო პოლიტიკაში არც ერთი ქვეყანა არ არის, არც ამერიკის შეერთებული შტატები, იმიტომ რომ, რა ვიცი, ნეთანიაჰუს მხარდაჭერა შეიძლება სჭირდებოდეს ტრამპს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ მეტნაკლებად და რაც შეიძლება ჩაითვალოს დღევანდელ მოცემულობაში დამოუკიდებლად, აი ეგ დამოუკიდებლობა აზერბაიჯანს აქვს სომხეთსაც მათ შორის და ამ ქვეყნებს იწვევენ, მაგრამ ყველამ კარგად იცის რომ ჩვენ ამ ქვეყნებს მზაობა აქვთ, რომ ილაპარაკონ დასავლეთთან, პარტნიორული ურთიერთობები ჩამოაყალიბონ და გააღრმავონ
ასევე ამ ქვეყნებს არ ეძახიან deep state-ის აგენტებს და რაღაც მართულებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაბამისად, შენ თუ ყოველდღე მაძაგებ და მაგინებ და რავი, ყველაფერს უბედურებას მაბრალებ, მაშინ არც დაგიძახებ ხო და აღარც მინდა შენთან ურთიერთობა. და კიდე დავასრულებ, რომ მათ კარგად იციან მათ შორის აი ამ მათი რიტორიკიდან გამომდინარე ყაველაშვილის და კობახიძის საოცრად აი დიპლომატიაში უბრალოდ სასაცილოა და სასირცხვილო ჩაიწერება მათი წერილები ჩვენს დიპლომატიურ ისტორიაში. აქედან გამომდინარე, კარგად იციან, რომ ისინი არიან უბრალოდ რუსების ყურმოჭრილი მონები. მე მგონი ესეთი დამოკიდებულება ამ დონეზე ვასალური დამოკიდებულება. კი, ესეთი მგონი ასადის რეჟიმსაც შეიძლება არ ქონოდა რა. იმდენად, ну ძალიან შეიძლება ცუდი შედარებაა, მაგრამ სამწუხაროა, რომ ეგეთ რეჟიმებთან მიწევს შედარება და არა რაღაც ცოტა ნორმალურ ქვეყნებთან და რეჟიმებთან და რახან იციან რომ რუსეთის გარეშე სინამდვილეში ბიძინა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კი არა უკვე უბრალო გადაწყვეტილებებსაც არ იღებენ. ნუ ფაქტია რომ ეს მოქმედებს და ამის გამო რაც არ უნდა ავტორიტარული სახელმწიფოები იქ იყვნენ, შენ თუ რუსეთის უკანა ეზო ხარ, უბრალოდ არ მიგიწევენ და ეს ნათლად ჩანს და ყველაფერს აკეთებენ სხვათა შორის კოცები იმისთვის რუსები ფიქრობ აკეთებინებენ მათ შორის რომ ყველა ამას ხედავდეს და საერთაშორისო ურთიერთობების ენაზე და დიპლომატიის ენაზე დიდი ხანია ადამიანებმა ვინც ერკვევიან ამაში ეს ყველაფერი იციან. ეს არის კიდე ერთი მიზეზი რის გამოც ნავახშმი ყაველაშვილი ამ ვახშამზე არ მიწვის. ხო, ალბათ ამერიკული ბურგერები ჭამა და აღარ ჭირდებოდა რუბიოს ბურგერი. ხო, აქ ამავე თემას რო გავუყვეთ, ესე იგი ზელენსკი იყო ასევე ნიუ-იორკში ჩასული. სადაც გაეროსში სიტყვით გამოვიდა, სადაც თქვა რომ წაგიკითხავთ ჩვენ უკვე დავკარგეთ საქართველოს ის დამოკიდებულია რუსეთზე. უნდა გვახსოვდეს, როგორ უგულებელყო მსოფლიომ საქართველოს დახმარების საჭიროება რუსეთის თავდასხმის შემდეგ. და ხო, ну, როგორც ჩანს ეს განწყობები ნამდვილად არის მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით უკრაინაში, რადგან მე ხო წაგიკითხავთ მაგალითად მაია ბითაძის განცხადებას, რომელიც არც პირველია და არც უკანასკნელი, თუ როგორ მოიხსენიებენ ისინი უკრაინას, ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს. სწორედ ზელენსკიმ გახვია რუსეთთან ცეცხლის ალში საკუთარი სამშობლო და ხალხი. ხელი შეუწყო ამ პროცესს. ანუ ქართული ოცნება ისევ აგზელებს იმ რიტორიკას, რომ ესე იგი ომის დაწყება არის უკრაინის ბრალი, ანუ ეს სრულიად გიჟური და სისხლისღვრელი და არაფრის მომცემი ომი უკრაინაში, უკრაინის ბრალია და არა რუსეთის. ეგ საშინელი სიზმარი, სადაც წარმოუდგენელი იყო ალბათ ჩემთვის, რომ ქართველს ესეთი რამე ეთქვა, რომ მტერი გაემართლებინა ომის დაწყება. ომის დაწყებაში თავისი თავი დაედანაშაულებინა, სამწუხაროდ აგვიხდა და ამას ალბათ სადაც 2008 წლის ომს ჩვენ გვაბრალებენ, იქ უკრაინას დააბრალებ და უბრალოდ ამაზე აი ყოველთვის როცა ვინმე ამას მოისმენს ასეთ მსჯელობას, უბრალოდ თავის თავს დაუსვას კითხვა, ან ამ ადამიანს ვინც ასე მსჯელობს დაუსვას კითხვა, რომ ყველა ის ადამიანი საქართველოს ისტორიაში, ვინც დიდი ომი გადაიტანა და დიდი ბრძოლა გადაიტანა და ვინც კი ყავს დასაფასებელი, მათ შორის პირველ რესპუბლიკამდე მოსული ადამიანები, ყველას აქვს დიდი ომები და დიდი ბრძოლები გადატანილი. რა, გიორგი ბრწყინვალესაც კი ამბობენ ხოლმე, რომ რაღაც დიპლომატიით მოიპოვა. ასეც არის, მასაც მოუწია ბრძოლა. მაგრამ ბრძოლის გარეშე მისი ეპოქაც არ დასრულებულა რა და ანუ რა გამოდის, რომ ყველა ეს ადამიანი მტრის წისქვილზე ასხამდა წყალს, მაშინ როცა წვეთდა, რომ მომხდურ მტერს დახვედრო და აი აქ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მეორე კიდე ის არის რომ რაში ფიქრობენ როგორ შეუწყო ზელენსკიმ ხელი რუსეთს მაშინ როცა ზელენსკი იყო აი პოროშენკოსა და ზელენსკის შორის ზელენსკი ითვლებოდა უფრო მეტად პრორუსად და სხვათა შორის აღმოსავლეთ უკრაინაში უფრო მეტი ხმები მიიღო ზელენსკიმ ვიდრე პრორუს მოსახლეობაში გასაგები რო იყოს ეგ უკრაინაში და აღმოსავლეთ უკრაინაში უფრო მეტად არიან რუსულენოვანი და პრორუსიაი უკრაინელები ვიდრე დასავლეთ უკრაინაში და როგორც გიორგი აღნიშნა აღმოსავლეთში მეტი ხმა აიღო ზელენსკიმ, რადგან ეგონათ თავიდან, რომ ალბათ უფრო მეტად იქნებოდა რბილი და პრაგმატული რუსეთთან, მაგრამ რუსეთს ხო ეს არ აინტერესებს, მას აინტერესებს უბრალოდ გადაგიაროს და თუ შანსი მიეცა, გადაგიულის კიდეც. და მოყავთ ხოლმე სხვადასხვა მაგალითები, მაგის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ყველაზე მარტივი მაგალითია 1992 წელი და აფხაზეთის კონფლიქტი. აფხაზეთის კონფლიქტი როცა დაიწყო და რუსების წაქეზებით რო დაიწყო ეს ეჯგარეშია და რუსული არმია რო იბრძოდა ესეც ეჯგარეშია, ვიცით უბრალოდ. იარაღი რუსეთიდან შემოდიოდა და გადმოასხეს და ასე შემდეგ და მაშინ საუბარიც არ იყო ნატოზე. ნატოზე კი არა საერთოდ საერთაშორისო სათანადო აღიარებაც არ ქონდა მოპოვებული და არავით არის რაღაცა დასავლეთისკენ სულაზე ეკონომიკა ჩამოქცეული, მოკლედ ქვეყანას არავით არის შესაძლებლობა არ ქონდა რუსეთის ინტერესები რამენაირად დაერღვია და ის სწორედ მაშინ მივიღეთ ორი ოკუპირებული რეგიონი. რა ეს არის მაგალითი
როგორ არ აღიარებს რუსეთს, რაც გააკეთებ შენ, იმიტომ რომ მეგობრებო, გადახედეთ საქართველოს წერილობით 3000 წლიან ისტორიას და არაწერილობით უფრო დიდს და დაინახავთ, რომ ყოველთვის არასდროს არ აქვს აზრი, თუ მტერმა გადაწყვიტა, რომ უნდა დაგიპყროს, მაშინ უნდა ადგე და მას წინააღმდეგობა გაუწიო. ეს მოხდა უკრაინის შემთხვევაში. ხო, ნუ ნატო რა თქმა უნდა გამართლება, ახლა ნატო აღელვდეს რუსეთს და ნატოს შიშით რომ არაფერს არ აკეთებდეს, არც დაიწყებდა ამ უკრაინაში ომს, რადგან ძალიან მარტივია, ეგერ ფინეთი ნატოს წევრი გახდა და ყველაზე დიდი საზღვარი ნატოსთან უკვე ფინეთთან არის. რა არის, მე რომ მეუბნებიან ხოლმე, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსები არ შემოიყვანენ ნატოს და ჯერ ერთი ნატო აგერყავს სარფთან და სარფიდან ოკუპირებულ ტერიტორიამდე სულ რაღაცა შეიძლება 200 კილომეტრიც არ იყოს, არ ვიცი, დაახლოებით ესე, ну, თქვა 300 და ეს არაფერს არ ნიშნავს იმ შესაძლებლობებისთვის, რაც ნატოს აქვს ან რუსეთს და მეორე ესტონეთი დიდი ხანია ნატოს წევრია და თუ კი თბილისიდან ან საქართველოს ნებისმიერი ტერიტორიიდან სანქტ-პეტერბურგამდე და მოსკოვამდე 1000-ობით კილომეტრი უნდა გაიარო, ესტონეთიდან საზღვრიდან, სადაც ნატოს ჯარი დგას, პეტერბურგამდე არის თუ არ ვცდები 60 კილომეტრი, ну 10 კილომეტრს დაგიმატებთ, კიდე ქოცებოდა 70 იყოს. ანუ იქ უკვე დგას ეს ჯარი და ის არგუმენტი რომ ნატოს გამოხდება თავისთავად ისედაც ცხადია, მაგრამ უბრალოდ ერთი საკითხია. ფინეთი იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა დემოკრატიული და განვითარებული ქვეყანა, იმდენად ძლიერია უკვე რომ რუსეთს არ უღირს მასთან რაღაცა დიდ ესკალაციაში შესვლა, ხოლო უკრაინაში ეგონა რომ გამოუვიდო და მართლა ეგონა პუტინს რომ 3 დღეში აიღებდა კიევს, ესეთ ინფორმაციები მისდიოდა მას, თავი მოიტყვა ერთი სიტყვით და 3 დღეში კიევი აიღო კი არა 4 წლიან ჭაობში აღმოჩნდა, აგერ ტრამპი უკვე ამბობს რომ ჩვენი მონაცემების მიხედვით უკრაინას შეუძლია დაიბრუნოს ტერიტორიები და რუსეთი უკან მიდის, ანუ ეს ტრამპი ამას შემთხვევით არ იტყოდა. მოდი ნუკრი ირაკლი კირცხალიას განცხადებას მე საერთოდ არ ვიცი ვინ არის, აშკარად დეპუტატი არის, მაგრამ დეპუტატია და ხო პარლამენტიდან აქვს, ალბათ დეპუტატია ხო, რაღაცა შეიძლება ყოფილი ნაციც არის. 67 ნომერი რაღაც ეგეთები ყავთ და არ ვიცი ერთ სიტყვით ვინ არის, მაგრამ დეპუტატი არის და მის სიტყვას ასე ვთქვათ, რაღაცა აჟღედებენ მის სიტყვით თავის პოზიციას ხოცები და ამბობს ესეთ რამეს, ახლა ვციტირებ. ზელენსკიმ ამ მარიონეტმაო ბიზნეს კაცი რო ვინმეზე ამას სიტყვის, ჯერ ჩაიხედოს ევროკომისიის დასკვნაში, პირი გამოირეცხოს და ისე ისაუბროს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. და რატომი და ეხლა ამაზე ვისაუბრო რა. ხშირად არის ხოლმე და მეც აი საგარეოში მუშაობდი და მეც კარგად ვიცი, რამდენად ახლოს ვიყავით ჩვენ სამართლებრივი თვალსაზრისით და სახელმწიფო მოწყობის გამართულობის თვალსაზრისით ევროკავშირთან და რამდენად ჩამოგრჩებოდნენ უკრაინა და მოლდოვა, რაც არის მოცემულობა ამას არავინ არ უარყოფს საერთოდ. გახსოვთ ალბათ რომ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ვიყავით მოწინავეები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ყველაფერში, მათ შორის კორუფციის დაბალი დონე, ახლა უკრაინაში რო კორუფცია ეს დასამალი კი არა, ანუ ყველა მიცის რომ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული საოცარი კორუფცია. მაგრამ თავარი აქ რა არის? და ამას იყენებენ ხოლმე არგუმენტად, რომ აი ისინი ცუდ მდგომარეობაში არიან და ჩვენ როგორ არ ვიღებთ, როცა უკეთესი სამართლებრივი ბაზა გვაქვს დაუშვათ მომზადებული, სხვა შორის მართლა კარგი. ეგეც უკვე საკითხავია, არის თუ არა დარჩენილი რამე. იმენი რაღაცა ამ ერთ წელში შეცვალეს. მაგრამ ეგეც საკითხავია, ამასთანავე უკეთესი საჯარო მოხელეები გყავს ნამდვილად დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ასეულობით საჯარო მოხელე, კი, ვინც არის დარჩენილები მათ შორის, იმიტომ რომ მართლა კარგი და ბევრი საჯარო მოხელე გყავს და ამაში ვასწრებდით და ვასწრებთ კიდეც ეხლაც, მაგრამ თავი პრობლემა რა არის, მეგობრებო, ანუ თავარი გაწევრიანების მათ შორის წინაპირობა ევროკავშირში არის რა, რომ შენი საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს თანხმედრაში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან, ანუ საერთო მეტნაკლებად საგარეო პოლიტიკა უნდა გქონდეს და შენ, როცა გამოდიხარ და შენი დეპუტატები პირდაპირ ეხა ზარქუა აგინებდა და შეურაცხყოფელ სიტყვებს იყენებდა ქალების მიმართ. ნუ კაცებზე კიდე თავი დავანებოთ. მისტერ ტრამპ რაღაც სიგიჟებს აკეთებდა. ხო, ნუ ეგ რაღაც თეატრალურ დათმობებს აკეთებდა. ხო, ანუ მასხარაა ჩვეულებრივი. მე ვიღაცაზე ამბობდა უდიპლომო არიო და ეგ ყაველაშვილი ყავს. დიპლომ, არ ვიცი, ამას თავი დავანებოთ, მაგრამ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ deep state-ის მართულს და რაღაც სულელებს რო იძახიან, ანუ როგორ შეიძლება ეს მოდიოდეს შესაბამისობაში შენს სურვილთან, რომელიც არ არსებობს, რომ შეხვიდე გაწევრიანდა ევროკავშირში, ხო? ამიტომ მეგობრებო, არავით არის მნიშვნელობა, თუ კი აი ესეთი საგარეო პოლიტიკა გაქვს და ესე ლანძღავდა ემტერები შენს წესით მოკავშირეს, არავით არ მნიშვნელობა აღარ აქვს, როგორი კი, ანუ ბუნებრივია, ხო, ანუ თავარ ფუნდამენტურ საკითხებში თუ არის აცდენა, ეხლა იქ
კორუფციის დონეც ბოლოსაც კორუფცია ეგეც ანტაპუნქტით იჭერენ ყოფილ მაღალჩინოსნებს ტიპებს რომლებიც რაღაცა შეზრდილები იყვნენ ხელისუფლებასთან ბიზნესმენი იქნებოდა ეს თუ საჯარო მოხელი დღეს უკვე ციხის კარებთან არიან და ზოგი მიმალვაშია და ზოგს უდიდესი დროის გატარება ემუქრება ციხეში და შესაბამისად ანუ ყველაფერი მოშლილია და პლუს ფუნდამენტური საკითხები არის ისეთი რომელსაც ევროკავშირს არ აწყობს და არ სურს და შესაბამისად ხო ასე არ გამოვა და კი მოდი ევროკავშირის ამბავიც რომ ამოვწუროთ ერთი სიახლე წავიკითხოთ კიდე ეს არის გერმანიის ელჩის დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში მიზეზი არის ის რომ განუმარტეს რომ არ შეიძლება სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა არ ვიცი ამ შემთხვევაში რა საბაბი აქვს და რას გულისხმობენ ანუ ზოგადად ელჩები საქმეების ჩარევა რას ხო აი დიპლომატიის ენაზე დიპლომატიის შიდა საქმეებში ჩარევა ნიშნავს ისეთ იგულისხმება ყოველ შემთხვევაში ისეთი ჩარევა როცა აი რომელიც აკრძალულია დაუშვათ საერთაშორისო სამართლით ხო მაგალითად რა მაგალითად ყველაზე მარტივი ეს ოკუპირებული ტერიტორიებია რუსების ჯარი რო გიდგას ან მაგალითად მეორე ის რომ რუსებმა გახსნეს აეროპორტი სოხუმში და ჩვენი ნებართვის გარეშე რუსებმა 30 წლის შემდეგ ცოტა მეტის პირველად დაიწყეს სოხუმის აეროპორტის ამოქმედება რაც არის ჩვენი შიდა საქმეებში ჩარების ასე ვთქვათ ერთ-ერთი უკიდურესი გამოხატულება მათ შორის ოკუპაციასთან ერთად იმასთან ერთად რომ ჩვენი მოქალაქეები ვერ ბრუნდებიან სახლებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ ანუ ეს არის უხეში ჩარევა შიდა საქმეებში, მაგრამ ზიამაღლობელის პროცესზე მისვლა საერთოდ არ არის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და იმის თქმა რომ ზიამაღლობელი პოლიტპატიმარია და თავისუფალი უნდა იყოს ელჩის მხრიდან რაღაც შიდა საქმეებში ჩარევა არ არის. ეს თავისთავად შიდა საქმეებში ჩარევა არ არის, ეს არის ანუ ყველა ელჩი თავისი სახელმწიფოს ინტერესებს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა გერმანია განაცხადა კიდეც რომ ყველანაირი კონვენციის დაცვით იქცევა ჩვენი ელჩი თავიდან ამნებეთო. მიუხედავად იმისა რომ ის შენ სახელმწიფოში იმყოფება, ის წარმოადგენს თავის სახელმწიფოს ინტერესებს და თუ კი კანონს არ არღვევს, აი კანონის დარღვევაც გააჩნია კანონის დარღვევა რამდენად ძიმეა თორე ჩვენს წარმომადგენლებსაც დაურღვევიათ და უცხოეთის წარმომადგენლებსაც დაურღვევიათ ჩვენი კანონები, ხო? იქ გააჩნია უბრალოდ კონტექსტს, მაგრამ ამ ელჩების უკან მათ სახელმწიფოების ინტერესებია, რომლებსაც ისინი ატარებენ საქართველოში, ისე როგორც საქართველოს წარმომადგენლები უცხოეთში, ხო? და ის რომ აი მაგალითად მზიას პროცესს შეიძლება დაესწროს ელჩი ან თავისი პოზიცია გამოხატოს რაიმე საკითხზე, რომელიც პოლიტიკურია თავისთავად, რომელიც საგარეო პოლიტიკას ეხება და ეხლა ყველაფერი ჩვენი შიდა პოლიტიკას, მათ შორის საგარეო პოლიტიკას ებმევა რა, ეხლა ამას ვერავინ ვერ აღიარებს, იმიტომ რომ საგარეო პოლიტიკა არის ქვაკუთხედი დღევანდელი დღის წესრიგის. კოცები იძახიან, რომ აი საგარეო პოლიტიკა გვაქვს ესეთი და საგარეო ჩარევებია და ჩვენ ვიძახით, რომ საშინელი საგარეო პოლიტიკა კი არა, ჩემი აზრით საერთოდ აღარ გვაქვს და მთლიანად დაქვემდებარებული ვართ რუსეთს. ერთი სიტყვით, ეს არის მარტივად პოლიტიკის საკითხი, რომელზეც აზრის გამოთქმა, რომელშიც ასე ვთქვათ სამოქმედო სივრცე ელჩებს თავისთავად აქვთ, იმიტომ რომ ეს არის მათი და არა ის რომ მხოლოდ წერილი გაგზავნონ და გამოგზავნონ. ამისთვის ელექტრონული პოსტაც არსებობს და შეგვიძლია რომ დღეს მივიღოთ წერილი გერმანიიდან და ჩვენ გავგზავნოთ. ანუ ისინი არიან ასრულებენ პოლიტიკას და ახორციელებენ პოლიტიკას, რომელიც ამ თავიანთ ქვეყნებს აქვს და სანამ კანონს არ არღვევენ და ღმერთმა დაგვიფაროს ისეთ რაღაცებს არ აკეთებენ როგორც რუსები, მანამდე ეს რა თქმა უნდა შიდა საქმეებში ჩარევად არ აღიქმება. ნუ მოკლედ ძირითადად მაინც აი ამ საგარეო საქმეებით არ მოცულები, რადგან კიდე ერთი ნიუსია ესეთი მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრიალზე არ მიიწვიეს. მაკა ბოჭორიშვილი, როგორც იცით, არის არალეგიტიმური ქართული ოცნების არალეგიტიმური საგარეო საქმეთა მინისტრი. მაკა ის ქალია, რომელიც უბრალოდ შანსს არ უშვებს ხელიდან ვინმესთან ფოტო გადაიღოს, ოღონდ ლეგიტიმური გამოჩნდეს და ეს ვინმე შეიძლება იყოს ნაურუს საგარეო საქმეთა მინისტრი მაგალითად. ნუ ყველანაირი დამთხოვა შემთხვევითობაა და მაგრამ ისეთ მნიშვნელოვან სამინძე როგორც ეს არის ესე იგი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი ის არ არის მიწვეული. ეს მიგივე ჟანრიდან არის, რაც დღეს მოხდა რუბიოს შემთხვევაში. შეუძლებელია ერთი რომ ესეთ პოლიტიკის ფონზე შენ მონაწილეობდე იმ სივრცეში, სადაც არიან შენთან დაპირისპირებული მხარეები, იმიტომ რომ შენ დაუპირისპირდი მათ და მეორე არის კიდე ერთი წეღანდელ ამბავს მინდა დაუბრუნდე. ჩვენი ეგრეთ წოდებული უმაღლესი თანამდებობის პირები არიან საოცრად არაადეკვატურები. ამ არაადეკვატურობას აქვს ორი მიზეზი.
ერთი შიდა მოხმარებისთვის და ეხა არ გვიკვირს რომ ministrები და ასე შემდეგ ლაშქი და სხვები რა მასონებზე საუბრობენ და ელემენტარული ანუ 2 წუთის ვიკიპედიაში მოძებნის გენიალური ვიდეოა ლაშქი რომ უცხოელ ჟურნალისტს უყვება კაცი რო გააგიჟა და არ ვიცი მის მერე შეიძლება იჩქმით ან რაღაცები ჩაიტარო რომ სინამდვილე იყო თუ არა ეს საოცარი სიგიჟე მართლა და დიდი სირცხვილი ჩვენთვის მაგრამ არაუშავს ამ ყველაფერს გამოვასწორებთ და ჩამოურეცხავთ აუცილებლად და იმის თქმა მინდა კიდე რომ ამ არაადეკვატურობას ჩემი დაკვირვებით აქვს ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი კიდე ეს არაადეკვატურობა გამოხატავს იმას თუ რამდენად არის ბიძინას რეჟიმი დაქვემდებარებული რუსეთზე რა მაშინ როცა ჩვენი აი ეს რა ქვია პოდკასტი რო აქვს პარლამენტში თეა წულუკიანი და დუგინი ერთი და იგივე სიტყვებით საუბრობენ ხო როცა შათირიშვილი წერს ზუსტად იმას რასაც წინა დღეს წერს დუგინი და როცა რუსი პარლამენტარების სიტყვებს ზედმიწევნით იმეორებენ პარლამენტში ასე ვთქვათ ტელევიზიებში და ასე შემდეგ ეგ ნიშნავს რომ შენ ხარ დაქვემდებარებული ამათზე და ისინი გთხოვენ რომ ანუ მათთვის არ არის მნიშვნელოვანი შენი ადეკვატურობა პირიქით ანუ რაც უფრო არაადეკვატური იქნები ეს უფრო ასე ვთქვათ წარმოჩენილი იქნება და ამის მანიფესტაცია უფრო მარტივია საერთაშორისო დონეზე. ხო, აი აქ ვუწევ კობახიძეს იგივე ჟანრიდან გავიხსენოთ კობახიძეს განცხადება უკრაინასთან დაკავშირებით პირდაპირ რუსული ნარატივის გამეორება, ესე იგი უცხოური სპეცსამსახურეების დაფინანსებული რევოლუციის შემდეგ, ანუ აქ საუბარია 2014 წლის მაიდანზე. უკრაინამ 2 ომი გადაიტანა, დღეს უკრაინა ჩამოქცეულია. ანუ აი ეს განცხადება იგივე წარმატებით შეიძლება ეთქვა დიმიტრი პესკოვს, სერგეი ლავროვს, მარგარიტა სიმონიანს, მაგრამ არა. ამ განცხადებას ავრცელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მე ესენი ამბობენ, რატო არ მიგვიწვიეს რუბიომ ან ევროპელმა ქვეყნებმა თავიანთ შეხვედრებზე. არა, მეგობრებო, რანაირად მიგიწევენ თუ ესეთ განცხადებებს აკეთებ. ანუ შენი განცხადება თუ არ განსხვავდება მარგარიტა სიმონიანის განცხადებისგან, შენ არ იმსახურებ ადგილს ნორმალურ და კეთილსინდისიერ ადამიანების გვერდით. აი, უკრაინის გრევაზე მინდა აუხსნა იმ მაყურებელს, ვინც უბრალოდ არ შეიძლება ვერ ერკვეოდეს სათანადო საერთაშორისო ურთიერთობებში რა და გონია რომ აი ეს სიტყვები რომ უკრაინა დანგრეულია თითქოს უკრაინელების ბრალი რო არის ეს ერთი უბედურება მაგრამ მეორე რატო არის манипуляციური აი ომი თავისთავად ნიშნავს გრევას ხო საბჭოთა კავშირმა ნაცისტური გერმანია მოკავშირეებთან ერთად დაამარცხა მაგრამ მიიღო გრევა თავის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გრევა ვისაც კი განუწნია ასე ვთქვათ მეორე მსოფლიო ომის დროს დავით აღმაშენებელმა დაამარცხა სელჩუკების კოალიცია, საოცრად მნიშვნელოვანი ომი მოიგო, მაგრამ სანამ დიდგორამდე მოვიდოდნენ, ანუ თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში მტერი ხო, მანამდე გამოიარეს მაშინდელი მასშტაბებით დღევანდელი საქართველოს ნახევარზე მეტი. არავის არ გეგონოთ, რომ სელჩუკები იქ რო ქართულ მოსახლეობას და დასახლებებს და ქალაქებს რო გამოივლიდნენ, ვინმე ყვავილებს ჩუქნიდნენ. ხო წარმოგიდგენიათ იქ რა ხდებოდა, ხო? თან მithundes ამ ხელა ჯარი რომ მოდის აუხრებს ყველაფერს. იგივე წარმატებით რა თავისთავად თან საკვები ჭირდება, ჯერ ერთი რბევა ჭირდება, ნუ არა, მნიშვნელობა 300.000 იყვნენ, 500.000 თუ 30.000 ჯარმა გამოიარა და დაანგრია ყველაფერი. ხო და იგივე წარმატებით ახლა კობახიძე შეეძლო ეთქვა და არანაირი განსხვავება არ იქნებოდა, რომ აი დავით აღმაშენებელმა საოცარი შეცდომები დაუშვა, იმიტომ რომ ომი მივიღეთ ჩვენს ტერიტორიაზე და ამას მოყვა საქართველოს გრევა. ანუ ხო ხდებით რამდენად манипуляცია ომი უნდა და გააღიზიანა ილღაზი. ნუ ამ და ერეკლე მეფეზე ალბათ ორი სხვა გადავალთ აუცილებლად ერეკლეზე, იქამდე ამოწუროთ ეს საერთაშორისო ომები. ტრამპი და ილონ მასკი შერიგდნენ. შერიგდნენ? კი, სხვათა შორის ჩარლი კირკის, ხო, ეს ნიუზგაურსა და ჩარლი კირკის მოსაგონო საღამოზე შეხვდნენ ერთმანეთს, გვერდით ისხდნენ, თბილად მიესალმნენ, ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს, როგორც იცით ისინი ჯერ პარტნიორები იყვნენ წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული ილონ მასკი, შემდეგ მთავრობაშიც იყო ეგრეთ წოდებული დოჯის ხელმძღვანელად, მაგრამ რაღაც პერიოდში ტრამპსა და მასკ შორის შავმა ტესლამ ჩაიარა და ისინი აღარ იყვნენ ერთად, ლანძღავდნენ კიდეც ერთმანეთს, ტრამპს მასკმა რაღაცა თავისი პარტიაც დაანონსა და მოკლედ მთელი ამბები იყო. მაგრამ როგორც ჩანს, ჩარლი კირკის სიკვდილი რაღაცა გარდამტეხი და წყალგამყოფი აღმოჩნდა. ხო, საინტერესოა. და სწორედ მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე შეხვდნენ ისინი ერთმანეთს, სადაც ჩარლი კირკის მეუღლემ რაღაცა მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა და მიუტევა
მკვლელს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ეს ძალიან საინტერესო ამბავია ჩარლი კირკის შესახებ. ჩარლი კირკის ამბავს აუცილებლად უნდა შევეხოთ. ცოტა რამდენიმე კვირის ამბავი არის ჩვენს სივრცეში, გულისხმობ იმას, რომ ეს პროპაგანდის მიერ რამდენიმე წინააღმდეგობაში მყოფი ადამიანის მიერ ჩემი აზრით სავსებით უგუნურად და არასწორი და ჩემთვის მიუღებელი განცხადების შემდეგ, რომელიც არ იყო რაღაც სატელევიზიო განცხადება, ეს იყო მათი პირადი, ასე ვთქვათ, გვერდზე გაკეთებული განცხადებები, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ კი ვართ აქტიურები, ყველანი წარმოვადგენთ რაღაც იმ წინააღმდეგობის მათ შორის ამ შემთხვევაში სახეს, რომელშიც ვიმყოფებით. მართალია აბსოლუტურად განსხვავებული გემოვნების ადამიანები შეიძლება ვიყოთ და მე თავს კონსერვატორად ვთვლიდე და ვიღაც საერთოდ არ ვთვლიდეს ასე და აბსოლუტურად საპირისპირო იყოს, მაგრამ ეხლა ვართ რეჟიმთან წინააღმდეგობაში, ამიტომ ჩვენი თავი ყველამ უნდა მოვთქვათ, პირველ რიგში ჩემ თავს ვეუბნები ხოლმე ამას მე და ვფიქრობ ყველამ ასე უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ეხლა რა მინდა ვთქვა, ანუ კრით ძალიან თუ არ გამიგრძელდა. პროპაგანდამ, იმედის პროპაგანდამ რა თქმა უნდა არ გაუშვა შანსი რომ ეს გამოიყენებინა სათავისოდ, მაგრამ რაში არის ძალიან დიდი ტყუილი, აი მეგობრ ჩვენს მაყურებელს მინდა აუხსნა. ჩარლი კირკი და ტრამპი და სხვა ასე ვთქვათ თანამედროვე ამერიკელი კონსერვატორები არიან ადამიანები, რომელსაც აქვს რაღაც გარკვეული მაგა მოძრაობის წევრები. მათ შორის რაღაც შეხედულებები სხვადასხვა საკითხებზე. რომელთა უმრავლესობაზე ქოცების ან შეხედულებები არის აბსოლუტურად განსხვავებული, ან მათი ქმედებები არის აბსოლუტურად საწინააღმდეგო იმისა, რასაც მათ შორის ჩარლი კირკი და სხვები იზიარებენ. სოციალისტი ქოცები, კონსერვატორები და მემარჯვენეები როდის გახდნენ, ეგეც გამომეპარა მე მაგალითად. ერთი კალენდარული დღე აშორებს, ხო იცი მაგათ, რომ სოციალიზმიდან გახდნენ უცებ კონსერვატორები, მერე გახდნენ რაღაცა ლიბერალები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და აი მაგალითისთვის რო $80 ამბავია მეგობრებო. მაგალითისთვის რო ავიღოთ, დავიწყოთ მიგრაციით, ხო? კირკიც და სხვებიც მიგრაციის პოლიტიკის მაქსიმალურად გამკაცრებას ემხრობოდნენ, ამბობდნენ, რომ ეს ჩანაცვლება მიმდინარეობს ამერიკაში ერების და ასე შემდეგ და ამათმა ყველას გაუხსნეს ირგვლივ გავიხედოთ და ვნახოთ ლოკალურ დონეზე ვინ ატარებს ამ ჩანაცვლებას, ხო? ბიძინა და მისი ელიტა, ჩემი ღრმარწმენით და არ ვიცი ფაქტობრივად დადასტურებულია, დაინტერესებულია, რომ რაც შეიძლება ნაკლები ქართველი დარჩეს საქართველოში და რაც შეიძლება მეტი მიგრანტი მივიღოთ. ამას აქვს ორი მიზეზი. პოლიტიკურად ის უფრო დიდხანს შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას, რაც ნაკლები ქართველი იქნება საქართველოში და ეს რა თქმა უნდა რუსებსაც აძლევს ხელს თავისთავად და მეორე იაფი მუშახელი აი ამ ბიზნესებს, რომელიც მათ აქვთ, სამშენებლო ბიზნესებიდან დაწყებული სხვა ნებისმიერი მსხვილი საქმიანობიდან, მათთვის წარმოადგენს იაფ მუშახელს, ქართველისთვის ვირის გადახდას, დარწმუნებული ვარ, ურჩევნიათ, რომ მიგრანტებს გადაუხადონ და ჩაანაცვლოს ამით საქართველოს მოქალაქეები, რაც მნიშვნელოვანია, რომლებიც მერე უკეთეს შემოსავალს ეძებენ დასავლეთში თავისთავად და ამით ასე ვთქვათ, ნაკლები დანახარჯებით გავიდნენ ფონს, სამშენებლო ბიზნესი იქნება თუ სხვა. ამიტომ ამ მიმართულებით აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ქოცების რეალური პოლიტიკა, რომელიც ჩემი ღრმარწმენით ქართველი ერის ჩანაცვლებას ემსახურება და ჩარლი კირკის თუ სხვების ამაზე ბიძინას ერთ-ერთ ინტერვიუში ნათქვამი აქვს, რომ გაგიშვებთ ყველას გერმანიაში თუ ევროპაში სამუშაო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ შექმნით სამუშაო ადგილებს და ამიტომ ჯობია გადაფრინდეთ. მოკლედ ჩარლის რო დაუბრუნდეთ, ეს კიდე საინტერესო იმით არის, რომ ჩარლი კირკი მოკლა ადამიანმა, რომელიც არ იზიარებდა მის შეხედულებებს. ანუ ჩარლი კირკი არის ადამიანი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ აღარ არის ცოცხალი, რომ მისი აზრები მიუღებელი იყო და მისი აზრები უბრალოდ ჩაახშეს იარაღის ძალით. რაც ძალიან დიდი ტრაგედიაა სიტყვის თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის და სწორედ ამის გამოც უამრავმა კონსერვატორმა თუ სხვა ადამიანმა თქვა, რომ ეს საშინელება, ეს ასე არ უნდა იყოს, სიტყვის თავისუფლება არის უპირველეს ყოვლისა და ასე შემდეგ. მაგრამ რა მოხდა შემდეგ? ესე იგი, ეგეთი ამერიკული შოუა Jimmy Kimmel Live, რომელიც წამყვანად Jimmy Kimmelმა თავის გადაცემაში რაღაცა არაპოლიტკორექტული განცხადება გააკეთა ჩარლი კირკის სიკვდილთან დაკავშირებით. ერთი მარტივად რო ვთქვათ, არ იყო ლამაზი მისი ეს სიტყვები. ამას მოყვა ის, რომ ის ტრამპმა გააკრიტიკა და როგორც ვიცი, იქაური კომუნიკაციების კომისიის უფროსმაც გააკრიტიკა Jimmy Kimmel და არხს ABC-ს მოსთხოვა, რომ რაღაც სანქციები გაეტარებინა Jimmy-ს წინააღმდეგ, არხმა კი არც მეტი არც ნაკლები პირდაპირ დახურა Jimmy Kimmel-ის გადაცემა. ანუ მივიღეთ ორი უკიდურესობა. ესე იგი, ჩარლი კირკი, რომელიც განსხვავებული აზრის გამო მოკლეს და ჩარლი კირკზე მიუღებელი აზრის დაფიქსირების გამო Jimmy Kimmel-ს გადაცემა დაუხურეს. ანუ რაღაცნაირად ორივე მხარე ამ მაშინ რა ქვია სიტუაციაში
ეს იქნებიან მიმარცხენეები თუ მემარჯვენეები, ერთი შეხედვით ამბობენ რომ რაღაც სიტყვის თავისუფლება უპირველეს ყოვლისა, მაგრამ მეორე ხელით სხვა რამეს აკეთებენ. საბედნიეროდ მალევე მოიგდნენ გონს მემარჯვენეები და აკეთეს განცხადება რომ სიგიჟეა გადაცემების დახურვა და შესაბამისად ჯიმი კიმელის გადაცემაც აღადგინეს, მაგრამ თვითონ ეს факტი და მცდელობა რომ განსხვავებული აზრი მოკვდეს. გამოდის რომ მე თვითონ დაუჭირეს ხარი გადაცემის აღდგენას, მე არ ვიცი. ხო, კონსერვატორი, კი, გარკვეული კონსერვატორი და რესპუბლიკელი სენატორები ღიად გამოვიდნენ და თქვეს რომ ეს სიგიჟეა. ხო, შეცდომები ხდება, მაგრამ თავარი არის შეცდომის გამოსწორება, იმიტომ რომ უშეცდომოდ ფიზიკურად შეუძლებელია მუდმივად, ასე ვთქვათ, მოძრაობდე და მოდი შესაბამისად ხო განსხვავებული აზრი, ხო ერთგვარი რეზიუმე რო გავაკეთოთ, ნებისმიერ შემთხვევაში ეს აზრი თუ რაღაცა მასობრივ განადგურებას არ გულისხმობს და რაღაცა მაგალითად ისეთი დონის არ არის როგორც ჰიტლერის სიტყვები იყო, სრული სიგიჟეა მისი გათიშვა და ჩახშობა, ხო? იმით ვართ ძლიერები, ჩვენ იმით უნდა დაუპირისპირდეთ ჩვენთვის მიუღებელ აზრს, რომ ჩვენ გავძლიერდეთ, ჩვენი სიტყვა იყოს უფრო წონადი და მხოლოდ ამით უნდა დავუპირისპირდეთ ჩვენთვის მიუღებელს და არა იარაღით. თუ ჩვენ ჯერა რომ რასაც ვამბობთ ის სიმართლეა და ამაში ეჭვი არ გვეპარება, მაშინ არც იმის შეგვეშინდება, რომ თავისუფალ ასე ვთქვათ, გარემოში ჩვენი სიტყვის სიმართლე დავამტკიცოთ. სხვა შორის ეგ თქვა ჩვენს გადაცემაში, რომელსაც აუცილებლად უყურეთ, ქართული რესპუბლიკის გადაცემათა სერია საუბრებში მამა დოროთემ, რომ ქვაკუთხედი მათ შორის სახელმწიფოსი და მათ შორის ქრისტიანული სახელმწიფოსი უნდა იყოს სიტყვის თავისუფლება. იმიტომ რომ მან თუ შენ იცი რომ ის სწორია, მაშინ არც იმის გეშინია რომ საპირისპირო აზრებს დაუპკიცო შენ ის სწორი და თავისთავად შენთვისაც უკეთესია რომ გქონდეს თავისუფლება და ჩვენთან რა ხდება მაგაზე ორი სიტყვით რო ვთქვათ რა, ანუ ქოცემა რო აიტაცეს კირკის ამბავი თითქოს მათი თანამოაზრე ყოფილიყო, შეგახსენებთ რომ იქ აი ესეთი ამბები ხდება სიტყვის თავისუფლებაზე, ესეთი აზრები და იდეოლოგია აქვს მათ შორის ტრამპს და კირკს და სხვებს და ჩვენთან პოლიტიკოსი რო გააკრიტიკო და თქვა რომ კორუმპირებულია, რაშიც არ მე მგონი ეს არ ეპარება. დაგიჭერენ ან დაგაჯარიმებენ. აი ეგეთი სიტყვის თავისუფლება გვაქვს ჩვენ და ესეთი ანტიკირკული მათ შორის აზრები და ქმედებები აწუხებთ და ასე ოსტატურად შეგვიძლია გადავიდეთ ჩვენს შიდა ამბებზეც. ანუ ხო, 2 წლის რამდენიმე თვის წინ რო გეთქვათ რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბურჭულაძე სახელი აღარ მახსოვს სახელი მაგარია როგორ დაგავიწყე. ჯუანშერ ბურჭულაძე რო გეთქვა რომ ის არის კორუმპირებული და იმ რა ქვია 5 შეძენილი ბათინქიდან 2 ფული თვითონ მოიპარა, ხო გეტყოდნენ რომ შენ ხარ რაღაცა უცხოეთიდან დაფინანსებული. დღევანდელი კანონით მაგას გეტყოდნენ და დღევანდელი კანონით შეიძლება დაეჯარიმებინეთ ცილის წამებისთვის პოლიტიკოსს სხვათა შორის. სამოქალაქოს რო აწამებთ ცილს შეიძლება ცალკე იმედის პროპაგანდა მოქმედებოდა შენ წინააღმდეგ, ცალკე პოსტები გააკეთებდა სიუჟეტებს შენს გამო, რაღაცა კობახიძე მოიცლიდა და იტყვიდა რომ შენ ხარ რაღაცა დასავლეთიდან დაფინანსებული აგენტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ დღეს ერთი $50 სამოქალაქავდნენ რომ შენ პოსტზე მოექცია. კი და დღეს ჯუანშერ ბურჭულაძე ციხეშია. ტიპი 3 წელი იყო თავდაცვის მინისტრი და თურმე პარალელურად რაღაცა ჩარხებზე ფულს აკეთებს. საინტერესო რა არის ნუ კრიცი, ეს ის ჯუანშერ ბურჭულაძეა, რომლის დროსაც განსაკუთრებით ებრძოდა ეგრეთ წოდებული გლობალური მე ხომის პარტიას ვეძახი, ხომის პარტია. ხომს თავი დავანებოთ თუ შეიძლება. ეს მეგრელებმა იმას ქნეს თავისუფლებაზე, ან წავიკითხე და მაქედან მომეწონა. ეს არის მინისტრი, რომელიც თითქოს უძლებდა შემოტევებს დასავლეთიდან, რომ ომი არ დაეწყოდა. ომის დაწყება, არ ვიცი, ალბათ წარმოიდგინეთ რამ ხელაც უნებას გაუძლო კაცმა. არა, ისე კონცეფცია მაგარი ცოტას თავაზობ. კონცეფცია ძალიან მაგარი თავდაცვის მინისტრები. აქვე გამახსენდა ჯუანშერ ბურჭულაძე ხო გლობალურ ომის პარტიას უმკლავდებოდა და თავს იცავდა. ერთ კეთილი გეხოცა. იზორია. ანუ წარმოიდგინე, რამდენად ცოტას უხდიდა გლობალური ომის პარტია, რომ არ დათანხმდა ტიპი და წავიდა და ის კორუფციული ესე იგი, გლობალურ ომის პარტიას აქედან მისცემს, რომ უფრო მეტი უნდა დახარჯოთ ხოცებში, რადგან ფულზე ისინი იკერებიან. ისეთ ფული აუცილებლად გააკეთეთ. არ ქონია შესაძლებლობები. რომელიმე ბანკს, აი ჩვენებს მაგალითად
არა, საქართველოს ბანკი მაღალი პროცენტი საქართველოს ბანკი ხო არა, საქართველოს ბანკთან მაღალი პროცენტი აქვს და თან არც ასესხებს გლობალურ ომის პარტიას, რადგან ეს ქოცების მხარეს არის და იქ ბიზნეს დასანქცირების წინააღმდეგია. ხო, მოკლედ ეს სხვა დროს დავუბრუნდეთ ამ ამბავს. ხო, ესე იგი ბურჯულაძე გლობალურ ომის პარტიას უმკლავდებოდა და კიდე იქამდელი მინისტრი იზორია აზრზე არ იყო, გახარია სპეცოპერაციას რო ატარებდა იმაში, რო ქვია ჩორჩანაში, და ესენი გვიცავენ რაღაცა ომისგან, ხო? ანუ ყველა თავდაცვის მინისტრი ერთმანეთზე უფრო იდიოტია და მაგრამ გლობალურ ომის პარტიას ვაკავებთ. მოდი აქ ნუ დავიწყებ თავარ ფაქტორს, მათ შორის სუსმა არ იცოდა რომ გახარია ჩორჩანაში დგამდა საგუშაგოს და სუსმა იცის რომ ჩვენ ვართ, რა ვიცი, გლობალური ომის პარტიიდან მოსყიდულები და მთელი ეს, რა ვიცი, პროცესები იმართება და სუსმა ხო ვითომ არ იცოდა. ვერ გამოავლინა ვერც ერთხელ ფულის გადაცემის ფაქტი ან რაიმე სხვა. სუსმა არ იცოდა, მაგრამ სუსის ერთ-ერთი მთავარი მაღალჩინოსანი ახაბერქე მოკლეძე თუ სწორად მახსოვს მაშინ სუსის თანამდებობის პერი იყო, ჩართული იყო ამ ამბავში, მაგრამ თავის თანამშრომლებს ეგ არ უთხრა და უფროსი არ ჩააყენა საქმის კურსში. ხო, ნუ სისულელე. სხვა შორის გადავედით და დღევანდელი კორუფციული დანაშაულის ამბავიც გავიხსენოთ. ბიჭიკო პაიკიძეს გულისხმობ ყოველგვარ. პაიკიძე კი. არის ბიჭიკო პაიკიძე არის ძალიან საინტერესო პიროვნება. ის არის ვანის ვანის საკრებულოში არის მაჟორიტარი დეპუტატი. ასევე არის ვანის და მთელი ლამის იმერეთის ფეოდალი. მისი შვილის ნათლია გაგიკვირდება და გრიგოლ ლილუაშვილია. და როგორც ცნობილი გახდა, ის უკვე ძებნაშია, რადგან ლილუაშვილი აღარ არის სუსის უფროსი. ლილუაშვილის მერე უკვე მესამე კაცია სუსში და შესაბამისად როგორც ჩანს მამუკა მდინარაძემ რაღაცა მანქანებით მოახერხა რომ გამოეკულია ყველა ეს იქამდე არ იცოდნენ. საოცარი იქამდე არ იცოდნენ, ეხლა გააკეთა ეს ყველაფერი. ეხლა გაიგეს რომ ბიჭიკო პაიკიძე ყოფილა კორუმპირებული ტიპი და სხვათა შორის დღეს გავრცელდა ინფორმაცია, უბრალოდ გუშინ, რომ ბიჭიკო პაიკიძის კომპანიას შოუში უნდა აეშენებინა გარკვეული ჯებირები, რომელსაც ვარცოფის დროს შეეძლო ადამიანების გადარჩენა. მაგრამ, რა თქმა უნდა, არ ააშენა, ფული შეჭამა, ადამიანები გარდაიცვალნენ, მაშინ ქოცები იმეორებდნენ, რომ ეს პოლიტიკური საკითხი არ არის, გვაცადეთ რაღაცა ხალხის გადარჩენა. მაგრამ თურმე ძალიანაც პოლიტიკური საკითხია, მათი წევრი იყო ამ ყველაფერში გარეული და დღეს ის მიმალვაშია. ესეთი არის ქოცების მთელი სტრუქტურა, არნახულ კორუფციაზე არიან გასულები და ამ კორუფციას ადამიანები ეწირებიან ამის ყოველდღე. ჩვეულებრივად. ამ კორუფციას მათ შორის ადამიანები შეეწირნენ თბილისშიც ახლახანს და ყველაზე უტიფარი ჩემთვის იყო აი თბილისის ბოლო მოვლენა, როცა სახურავიდან ჩამოვარდნა ფასადი რო ჩამოინგრა, ასე ვთქვათ, ტროტუარზე გამლელები სიცოცხლე შეიწირა და ანუ ყველა სხვა სიტუაციიდან განსხვავებით, აი აქ რასაც ამბობდა კალაძე იყო ყველაზე ამაზრზენი ჩემთვის, იმიტომ რომ ეს იყო ტროტუარი, რომელიც არ იყო შეღობილი. მიუხედავად იმისა, რომ დააბრალა ადგილობრივ მოსახლეობას, რომ არ გადიოდნენ, ეს კიდე ცალკე საკითხია, რატო შეიძლება ვინმე მართლა არ გადიოდა, მაგრამ რატო ეს სხვა საკითხია, მაგრამ ამას თავი რომ დავანებოთ და რომ მივიღოთ, რომ აი პირწმინდად მათ მართლები არიან. მათ ესე იგი დიდი ხანია იცოდნენ, რომ შენობა ავარიულია, ეს თვითონ მათი ნათქვამით დასტურდება და ამდენი ხნის განმავლობაში არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ იქ დაედგათ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი, ან აეკრძალათ იმაზე მოძრაობა, კი. და ესეთი რაღაცა ეს შეიძლება მოუვიდეთ მათ არაკომპეტენტურობით, შეიძლება მოუვიდეთ ასე ვთქვათ, არაგულისხმიერების გამო, შეიძლება მოუვიდეთ კორუფციის გამო, ან სამივე ერთად. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის მათი დანაშაული და მათი პასუხისმგებლობა არის, რომ იქ ყოფილიყო შესაბამისი ნიშნები ან შეფერხებები, რომლის გამოც ადამიანები ამ ტროტუარზე არ გაივლიდნენ. მაგრამ რასაკვირველია, ეს ყველაფერი კალაძემ ადგა, შემოატრიალა და დააბრალა ისევ ხალხს და ვინც ახლა ამაზე იტყვის, რომ ეს კალაძის ბრალია, ის გამოდის რა დიფტეიტის ან რაღაც ეგეთი არასებური საკითხია. საინტერესო ის აქვს კალაძეს გამართლებები ხოლმე, რომ აი მაგალითად ბოლოს იყო ეგეთი შემთხვევა, ესე იგი ვაკიდან ბაგებში გადასასვლელი გზა რო გარემონტდა და საზეიმოდ გახსნა როგორც ჩვევია ხოლმე რაღაცა ბოლო მოდელის პიჯაკში იყო გამოწყობილი. ყველა მას ეხვია თავს, გახსნა ეს გზა და მეორე დღეს გზის ნაწილი წყალმა დაფარა, რაღაცა აფეთქდა მილი. ჟურნალისტის კითხვაზე თუ რა მოხდა იქ,
კალაძემ ყველაფერი GVP-ს დააბრავა. ანუ ყველა კარგი ამბავი მისი დამსახურება და ყველა გადაცდომა ყოველთვის ხობის ბრალია. ანუ კალაძის ბრალი და ქართული ოცნების ბრალი მეგობრებო არასდროს არაფერი არ არის. ისინი ყველაფერში მართლები არიან. იქ ვაკის პარკში ბავშვი რო გარდაიცვალა 3 წლის წინ. ის კალაძის ბრალი არ იყო. იმ ბავშვის ბრალი იყო ისევ ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მიხედვით. ანუ ეს არის ამ ასეთი ხელისუფლება ყავს დღეს სამწუხაროდ. ეხლა კალაძემ როცა იცის რა საქმეებიცაა გაკეთებული, მაგისთვის ალბათ მერის პოზიციის არ დაკავება ნიშნავს 4 კედელში ეგრევე პოზიციის დაკავებას. კი, თუ ბოლომდე არ ჩაყვა, ესე იგი ან ქვეყნიდან უნდა გაიქცეს. მიზეზიც ეგაა, მათ შორის ციხეში უნდა ამოყოს თავი ბიჭიკო პაიკიძესთან ერთად. აი, ჯუანშერ ბურჭულაძესთან და სხვებთან ერთად. მიუხედავად მაგისა, ის მაინც შეეძლო ეთქვა, რომ აი დაუშვათ არ ვიცი. რომ მერიის ბრალია ზოგადად. ანუ შეიძლება ეთქვა, რომ ჩემი პირად პასუხისმგებლობა შეიძლება იმდენად არ იყოს, მაგრამ ანუ აი ამ სისტემის ბრალია და აი ამ ასე ვთქვათ საჯარო დაწესებულების ბრალია რომ ეს მოხდა, ხო? შეიძლება დაუშვათ რაღაცნაირად თავიდან აერიდებინა. მე მესმის ძალიან კარგად, რატო მართლა არ შეუძლია მას, რომ არ იყოს პოლიტიკური თანამდებობის პირი, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ იგივე ბეც გაიზიარებს, რასაც მენელა იზიარებენ მისი კი ბატონო, მოიძულებს ბიძინა და გაუკრავს ციხეში თავს. აქვე მოდი გადავიდეთ ძალიან საინტერესო ამბავზე. გუშინ ისანში თუ სამგორის პარკში, უბრალოდ კობახიძემ და კალაძემ დიდი ზარზეიმით გახსნეს ერეკლე მეორის ძეგლი. თავიდან ცოტა ორაზოვანი ცუცუდი კადრები იყო მართლა, ჩანდა თითქოს ერეკლეს საერთოდ ხმალი არ ეჭილა რა ხელში. შემდგომ მე თვითონ ვიყავი მისული იქ და აღმოჩნდა რომ ხმალი აქვს, მაგრამ ხმალს მალავს ცხენის უკან. ხო, ჩვენ აქეთ ვინც ვართ პროტესტში ბევრმა ადამიანმა შემდეგ ამის გამო პოსტები და ვიდეოები ჩაწერეს, რომ აი ხმლის გარეშე მეფე და ამა ეს ისევ პროპაგანდამ გამოიყენა ჩვენ წინააღმდეგ, მაგრამ ნუ არაუშავს. ისევ თქვენი ბრალია, კარგი ფოტოები და ვიდეოები გადაგიღოთ, ერთი დრონი დაგეტრიალებინათ მეფეზე და ესეა პრობლემა, მაგრამ ეგ არ არის პრობლემა, პრობლემა არის კობახიძის განცხადება, სადაც მან თქვა, რომ მეფე ერეკლე არის პრაგმატიზმის სიმბოლო და პრაგმატულობა შერაცხა ესე იგი გეორგიევსკის ტრაქტატი და შემდეგ საქართველოს ოკუპაცია, ანუ ისინიც ემზადებიან ალბათ რაღაცა ფონს ამზადებენ, რომ საქართველოს ოკუპაცია პრაგმატულობად შერაცხონ და რუსეთს გადააბარონ ეს ქვეყანა. რა სიტყვა შენ გიორგი? რაც უნდა ვთქვათ, არის თავარი ამ ამბავში, რა არის მათი გადმოსახედიდან პრაგმატიზმი. მათი გადმოსახედიდან პრაგმატიზმი ნიშნავს თუ კი ხარ სუსტი, არ ეცადო რომ გაძლიერდე, თუ რამე იარაღი გაქვს, ყველა დაყარო და დაელოდო რა გადაწყვეტილებას მიიღეს მტერი. და იყო იმის იმედზე, რომ შეიძლება მან გადაწყვიტოს, რომ ცოტა ნაკლებად დაგაზიანოს, ვიდრე შეუძლია. სინამდვილეში ისეთ მტრებთან, როგორც არის რუსეთი, ესე არასდროს არ ხდება, არც ერთ ქვეყანას ეგრე არ გამართლებია და თუ კი რამე იარაღი გაქვს და იმასაც დაყრი, ნიშნავს, რომ ბოლომდე განადგურდები აი ამ ჩვენი გენეტიკური მტრის მიერ. და რა იყო პრაგმატიზმი ერეკლეს შემთხვევაში, ხო? ფაქტობრივად ერეკლე იყო ზუსტად იმ სიტუაციაში, რაშიც დღევანდელი საქართველო იმყოფება. ჰყავდა საუკუნოვანი მტერი, რომლისგანაც საფრთხე მუდმივად მოდიოდა, ეს იყო სპარსეთი ამ შემთხვევაში და ჰყავდა, ასე ვთქვათ, მაშინდელი საზომებითაც მეტნაკლებად შორეული და ეს იყო ხოლმე მაშინ მისი მოწინააღმდეგეების ასე ვთქვათ და სპარსეთის მათ შორის წერილებში წერია რომ მოსკოვის შორსაა და ჩვენ ახლოს ვართ შესაძლო მოკავშირე რომლის მეშვეობითაც მათ სურდა თავი დაეღწია აი ამ გენეტიკური მტრისთვის. დღეს ყავს გენეტიკური მტერი, რომელიც არის რუსეთში, რომელიც ყოველდღე გვემუქრება, მუქარას რო ასრულებს ეგეც ნათელია, აგერ გვიდგას ჯარი ავტობანიდან 500 მეტრში და ყავს მოკავშირეები ყავდა და ყავს ახლა შესაძლო მოკავშირეები, მე მინდა რომ ისევ აღვადგინოთ მათთან კავშირი, იმიტომ რომ ეს აუცილებელია ჩვენთვის და რა გადაწყვეტილება მიიღო ერეკლემ. ერეკლემ როცა გეორგიევსკის ტრაქტატს აწერდა ხელს მათ შორის, იქ არ იყო რა თქმა უნდა საუბარი, რომ აი საქართველო აღარ იარსებებს და ასე შემდეგ, ანუ ერეკლემ უბრალოდ შეკვეცა თავის საგარეო პოლიტიკის ასე ვთქვათ ფარგლები. ხო, მაინც ხო, როგორც ჩანს სხვა გზა არ ქონდა, თორე არ არის ეგ სუვერენული მეფის
ესეთი გადაწყვეტილება, ხო, კრიტიკის საგანი შეიძლება იყოს, მაგრამ მე რასაც გიორგი ამბობს, აბსოლუტურად რაში, ნახეთ, ერეკლეს არ გადაუწყვეტია, რომ საქართველოს შესულიყო რუსეთის შემადგენლობაში. მან გადაწყვიტა, რომ სუვერენი ასე რუსეთმა საბოლოოდ ოკუპაცია მოახდინა ჩვენ. ხო, აბსოლუტურად ამის საფუძველზე, გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე არ ყოფილა იქ. კი, და რა იცოდა ერეკლემ? ერეკლემ 93-ში იცოდა, რომ ეს გამოიწვევდა აუცილებლად სპარსეთთან მორიგ დაპირისპირებას, მაგრამ მან იცოდა, რომ თუ კი თავს არ დააღწევდა ამ სივრცეს. კი. თუ კი თავს არ დააღწევდა ამ სივრცეს, მაშინ ქართლ-კახეთს აუცილებლად ელოდა უფრო მეტი ზიანი, ვიდრე იმ გადაწყვეტილების შემთხვევაში, რაც მან მიიღო. უბრალოდ მე უმუხტლეს რუსებმა, თორე სინამდვილეში რუსებმა რეალურად მაშინ პირველად გამოავლინეს თავიანთი ჯულობა ჩვენს. მანამდე ეგრეთ წოდებულ ქართულად წოდებულმა პეტრემაც გადაგვაგდო და ხო, ანუ ეგ ისეთი ამბავია. მანამდე იყო კი. კი, მაგრამ ანუ ირანთან შედარებით და ირანის სახელმწიფოსთან შედარებით რუსეთი მაშინ ისეთი იყო. მაშინ მარტივად შეეძლო ჩვენი დაცვა, მაგრამ განზრახ არ დაგვიცვა. სხვათა შორის 95 წლის კრწანისის ომამდე დიდი ხანი ემზადებოდა აღა მაჰმად-ხანი, რუსებმა ყველაფერი იცოდნენ, ერეკლემ არაერთხელ გაუგზავნა შეტყობინება, რომ დახმარებოდნენ და სიმბოლურად 10 კი არა, რა ვიცი, ერთი კაციც არ გამოუგზავნიათ და არც ერთი ქვემეხიან არაფერი. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სპარსელებს თბილისი გადაეწვათ, რომ მე მარტივად დაეყოთ. იდეაში მალევე მიხვდა ერეკლე ამ ტრაქტატის არარაობის შესახებ და მე დარწმუნებული ვარ, რომ მას ეს ილუზიები მალევე გაუქრა ტრაქტატთან შედარებით მიმართებაში და აღარც ასრულებდა არც ერთი მხარე ამ იმას. ფარატინა ქაღალდი გახდა, როგორც კი ტოტლებენმა იქამდე პრინციპში. მერეც რუსებსაც მოკლედ შეთანხმებას უბრალოდ არანაირი ძალა აღარ ქონდა და ამ ერეკლე რო ცოცხალი ყოფილიყო, ან ძალა რო ქონოდა რუსეთისთვის წინააღმდეგობა გაგვეწია, ამის საფუძველზე ისინი ვერაფერს ვერ მოგთხოვდნენ, უბრალოდ ისინი უხეში ძალით ადგენენ და ისედაც გაუბედურებული ერეკლე არ დაუშვებდა, გაუბედურებული ქვეყანა შეგვიერთეს უბრალოდ. რომ რუსების მართლობა აქ მიგვეღო, ანუ ერეკლე ხო, ანუ იმის შემოვიდოდნენ, ერეკლე მათ აქ შემოსვლას, როგორც მართლობას და თავის ტახტის დათმობას, მერე საპატრიარქო ტახტის გაუქმებას და ეკლესიების გადათეთრებას თუ 1000 და მერე რამდენ საშინელებას აკეთებდნენ რუსი ჯარისკაცები არაგვის პირში, კახე ეს არის ეს რო წაიკითხავთ, ამას რო წაიკითხავთ მეგობრებო, რას აკეთებდნენ რუსი ჯარისკაცები საქართველოში? შეუძლებელია რომ თქვენში რამე სიმპათია გაჩნდეს რუსეთის მიმართ. აი, მე ერთადერთი რუსი ადამიანი რო შემხვდება ესე პიროვნულად ადამიანის მიმართ არ მაქვს ხოლმე სიძულვილი, მაგრამ ყველაფერი რუსული ჩემში იწევს საოცარ უარყოფით განცდას, იმიტომ რომ ვიცი რა აქვს ჩვენთვის გაკეთებული, რომ არ ვიცოდა ეხლა რას გვიკეთებ. და მოკლედ ვიტყვი და უკრიფქვეში დავასრულებ რა. ერთი სიტყვით, ერეკლე იყო მეფე, რომელიც არის სიმბოლო თავისუფლების და თავისუფლებისთვის მუდმივად ბრძოლის. და კობახიძე არის ადამიანი, რომელიც ცდილობს ჩმორობა და მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, მაგრამ სხვა სიტყვას უბრალოდ ვერ მოუძებნი, მონობა გაასაღოს პრაგმატიზმად. მონასაც აქვს ეგ პრაგმატიზმი, რაც კობახიძეს, რომ ჯობია რომ ჭამოს სვას, ვიდრე დაუშვათ თავისუფლებისთვის იბრძოლოს და ეცადოს რომ მეტი გააკეთოს და ამ ცდაში გაისარჯოს, დაიღალოს და რაღაცა თუნდაც იბრძოლოს მათ. შესაბამისად, ხო, კობახიძე ვერასდროს ვერ დადგება ისეთი გმირების სახელების გვერდით, როგორიც არის ერეკლე მეფე და მოკლედ მომავალი თაობები კობახიძეს და ძინას და სხვებს დაიმახსოვრებენ როგორც მოღალატეებს და არა რაღაცა გმირებს. მით უმეტეს უკვე მოღალატეები არიან და მით უმეტეს თუ მოაწერეს ხელი რუსულ ოკუპაციას, ხო საერთოდ საუკუნოდ იქნებიან შადიმანები. ყველაფერი მაქეთკენ მიდის და მოდი ერთი სიახლეს გაუზიაროთ ჩვენს მაყურებელს. ხო, ის ძალიან საინტერესოა. ჯერ პირველი ეს ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელმა რო თქვა, რომ ბოდიშის შემდეგ დროა უკვე შემდეგი ნაბიჯი გადადგან და ასე შემდეგ და მოკლედ აღიარონ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაო, ეს ერთი, რომელიც რა თქმა უნდა ლოგიკური ნაბიჯად ჩანს მას შემდეგ, რასაც ესენი აკეთებენ, ბოდიშის მოხდა ნიშნავს, რომ ჩვენ რო დავიწყეთ თვითონ ომი და ჩვენი ბრალი რო არის და ზოგმა სხვათა შორის ისიც თქვა ხოცებმა, ბათუმში იყო ეს საჯარო მოხელე თანამდებობის პირი, რომ გენოციდს უწყობდით, აი, წარმოიდგინე რა შორს მიდიან და მეორე ამბავი ახლა რაც მოხდა სამხრეთ კორეაში, მეგობრებო, ეს არ არის ჩრდილოეთ კორეა. ხო, არ შეგეშალ სამხრეთ კორეაში დასავლური სამყაროს ნაწილად ითვლება, მოკავშირეთ ყოველ შემთხვევაში.
სეპარატისტებმა მიაღწიეს იმას, რომ პარლამენტში იმყოფებოდნენ იქ აფხაზმა სეპარატისტებმა პარლამენტში იმყოფებოდნენ, მათი ეგრეთ წოდებული ჰიმნი ჩართეს და რაღაც კულტურის კუთხე გააკეთეს, ასე ვთქვათ. ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, სრული კრახი და უმოქმედობით ხელშეწყობა, რომ ფაქტობრივად აღიარება მიაღწიონ სეპარატისტებმა ნელ-ნელა თანდათან და ამის მეორე მაგალითი არის სირიის შემთხვევა რა. შენ გააკეთე ალმაზე შენი კომენტარი და მე მინდა მე სირიას დავუბრუნდე და ალ-შარას. ხო, ანუ სირია, რაცა ნაურუ, ნიკარაგუა, ვენესუელა გასაგებია. და ეგ რუსეთის გავლენები გასაგებია, მაგრამ სამხრეთ კორეა ეს არის უკვე იმხელა დიპლომატიური ჩავარდნა ჩვენთვის, რომ ნაურუც კი არის სამხრეთ კორეაში საელჩო გვაქვს მათ შორის. ნაურუც კი არის ახის, რომ იმას ბოლომდე რომ აღიარებს, ასე ვთქვი, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს და აქ უკვე ტიპებმა სამხრეთ კორეის პარლამენტში შეაღწიეს, ხო? სად არის ამ დროს ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო? სად არიან დიპლომატები, სად არის საელჩო? ან რატო არიბარებენ ელჩს? ვერაფერს ვერ იზამენ. ხო, იმიტომ რომ ეს წყდება ბიძინასთან და ხო, საგარეო პოლიტიკას საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდწილად აღარ ახორციელებს. ის არის მექანიზმი, რომელიც ცდილობს, რომ მე ვიტყვი ახლა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი რა. ეს არის სამინისტრო დღესდღეობით, სადაც არიან არაჩვეულებრივი ადამიანები, დიდწილად თავისთავად, არ გულისხმობ პოლიტიკურ თანამდებობის ცალკეულ პირებს, რომლებიც ყოველდღიურ დიპლომატიურ საქმიანობაში ეს არის წერილების გაგზავნა, მიღება, რეზოლუციებზე მხარდაჭერა, რაღაც განცხადებებზე მხარდაჭერა ან მასე რეაქცია და ასე შემდეგ, ცდილობენ, რომ საქართველოს ინტერესები აი ამ პატარ რაღაცეებში დაიცვან, მათ შორის ისეთებში, სადაც ყობახიძის და ბიძინას ხელი არ აღწევს რა და შეუძლებელია ყველაფერში ჩავიდეს დღესდღეობით. თან იმიტომ რომ ეს ასე ვთქვათ, ქართული deep state-ის წარმომადგენლები, ან თავისუფალი ბიუროკრატია, სინამდვილეში რასაც ნიშნავს ხო დასავლეთში. ეგ ამას არ დაუშვებს. მაგრამ თუ კი მთლიანად გაიწმინდება და შეცვლიან, მერე ესეც წაგვეშლება. და რაც შეეხება ესეც წაკითხებს, აი ელჩის დაბარება, განცხადება სამინისტროს დონეზე და ასე შემდეგ, ამ გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა. თუ მნიშვნელოვანია, თუ არა და ყობახიძე, მე ეჭვი მეპარება, რომ მინისტრმა მიიღოს მათ შორის დამოუკიდებლად ესეთი გადაწყვეტილებები, ძალიან მეპარება ამაში ეჭვი. შესაბამისად, სამწუხაროდ საგარეოს თანამშრომლებს არანაირი ბერკეტი არ აქვთ, რომ რაიმე გააკეთონ. და შესაბამისად სირიაც ახსენებდა, სირიაში შეცვლილი მთავრობის პირობებშიც სირიასთან არანაირი მოლაპარაკებები არ მიდის, როგორც ჩანს, რომ ამ ახალმა ადმინისტრაციამ, რომელიც ამერიკაში დადის და ტრამპს ხვდება და საფრანგეთში ჩადის, მაკრონს ხვდება, უკან წაიღოს აფხაზეთისა და ოსეთის აღიარება და ეს აღიარება ისევ რჩება ქაღალდზე სირიაში. კი, მაყურებელს მინდა ავუხსნა, რომ ჩვენი არაღიარების პოლიტიკა წარმატებული აქამდე იყო მხოლოდ იმიტომ, რომ ყავდა ისეთი მოკავშირეები, როგორიც არის დასავლური ქვეყნები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები თავისთავად და ამერიკის შეერთებული შტატები. რომ არა ეს მხარდაჭერა, როგორც წარმოგიდგენიათ, რუსეთთან დაპირისპირება დიპლომატიურ ველზე, სადაც მათ შორის იმაზე მაგრები არიან, ვიდრე ეკონომიკაში და სხვა სფეროებში რა, მათი დიპლომატია უფრო გაქნილია, ასე ვთქვათ და მოხერხებული რიგ შემთხვევებში. დიპლომატია და დაზვერვა. კი, და დაზვერვა თავისთავად. როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ მოხერხდა, რომ გარდა რამდენიმე მარგინალური რეჟიმისა, არავის არ უღიარებია აფხაზეთი და ცხინვალი. სწორედ ამ დახმარებით მოხერხდა და ეხლა დღეს ამ დახმარების მიღების არანაირი პერსპექტივა აღარ გვაქვს, იმიტომ რომ ყოფილი მოკავშირეები რეჟიმმა თავის მტრად გადააქცია, რაც ბუნებრივია, რუსეთიდან გამომდინარე და აღარავინ რჩება, ვინც იტყვის, რომ არა, სამხრეთ კორეაში ესეთი რამე არ უნდა მოხდეს. ან შეიცვალა დაუშვათ სირიაში ხელისუფლება, მოვიდა ალ-შარა, რომელიც არის დასავლეთთან მჭიდრო კავშირში, ჯერ არ ჩამოყალიბებულა ბოლომდე მათ შორის, ასე ვთქვათ, რა ურთიერთობას მივიღებთ, მაგრამ ფაქტია, რომ იზოლაციას არ ღვევს, რაც მანამდე არსებობდა, ის არის თან ასადის მტერი, სამხედრო დაპირისპირებით მოვიდა ხელისუფლებაში და ჩვენთვის იყო არაჩვეულებრივი შანსი, რომ როგორც შენ ახსენე, აღიარება უკან წაეღოთ. მაგრამ რა მივიღეთ სანაცვლოდ? სანაცვლოდ მივიღეთ ის, რომ აფხაზეთის ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე რამდენჯერმე იმყოფებოდა სირიაში. სანაცვლოდ მივიღეთ ის, რომ არანაირი წინსვლა ამ ფონზე ჩვენ არ გვაქვს და ის, რომ არ გვყავს არც ერთი მოკავშირე, რომელთანაც ვინმეს ჩვენგან მიესწრება,
ოპოზიციას უფრო შეიძლება მიესწრებოდეს და მე და შენ მართლა შეიძლება უფრო მიგვესწრებოდეს ვინმე გადაწყვეტილების მიმღებთან ან დამუშავებელ პირთან დასავლეთში ვიდრე კობახიძეს მათ შორის სირიაში ვიღაცას მოვძებდით, ვისაც ვეტყვით, რომ შეგაიკაცო. არიან კიდეც კი ბატონო, ეგეთი რაღაცა. წაიღე უკან ეს. ნაცნობის ნაცნობები. ვისაც მაგას ეტყვის, ამას ვერავის ვერ ეტყვის და ამიტომ ჩემ ყველაზე მეტად გული რაზეც წდება ვართ კრიტიკული საფრთხის წინაშე, რომ ჩვენ დეიურეთ დავკარგოთ ჩვენი ტერიტორიები, რასაც მართლა ომის გარეშე მე ვეღარასდროს დაიბრუნებ. ეხლა თუ გვაქვს შანსი, სანამ დეიურეთ ჩვენ ხარს გვიჭერს ყველა, ხო? მანამდე დიდი შანსი გვაქვს, რომ მშვიდობიანი პოლიტიკით დავიბრუნოთ, მათ შორის რუსეთის დასუსტების ფონზე, მაგრამ თუ კი სახელმწიფოებმა დე-ფაქტოც დაიწყეს აღიარება, ეს არის დე-ფაქტო აღიარებისგან მიმავალი ნაბიჯი, ხო? რომ ჩავიდა სეპარატისტები სამხრეთ კორეაში, მე შეიძლება სხვაგან ჩავიდნენ, ხო? ჯერ ხდება ყოველთვის დე-ფაქტო, რასაც დე-იურე გაფორმება მოყვება. დე-ფაქტომდე თუ მივედით, დამიჯერეთ, შეიძლება ომითაც კი ვინმეს გაუჭირდეს დაბრუნება და მშვიდობაზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. აი ესეთი საციცოცხლო საფრთხის წინაშე ვართ და ბოლოს ვიტყვი. ჩვენ თუ სოხუმზე უარი გთქვით და გვათქმევინა რეჟიმმა, ჩათვალეთ, რომ საქართველო როგორც ასეთი აღარ იარსებებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ამას მოყვება ცხინვალიც და სხვა ტერიტორიებიც. უბრალოდ ჩვენ ვერ შევძლებთ დავიცვათ სამშობლო. და რა ვიცი, ამაზე იფიქრეთ, ყოველ ღამე თუ კი ვინმე ლოცვას ამბობთ, გახსოვდეთ სოხუმიც და გახსოვდეთ რასაკეთებს რეჟიმი დღეს სოხუმთან მიმართებაში. აეროპორტის თემაც საკე თემაა და დიდია და ეხლა აღარ გავხსენებ. ეგ ვთქვა, მოდი სანამ ბოლოსკენ გავალთ, კი არა და ბოლოსკენ გავედით, მოდი მიმოვიხილოთ გიორგი არჩევნების საკითხიც. აგერ 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება საქართველოში, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი რუსულ სპეცოპერაციას უწოდებს, მეორე ნაწილი კი ბრძოლის ველს. ერთი ნიუსია, ესე იგი თბილისის მერობის კანდიდატმა ლელოსა და გახარიას საერთო კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე დადგამენ ვიდეოკამერას, ანუ ისინი თვითონ დადგამენ ვიდეოკამერას და ამით პრევენციას მოახდენენ გაყალბების კარუსელის და ასე შემდეგ. არის ეს რამდენად მოსახერხებელი ან რამდენად გამოუვათ ამის გაკეთება? რამე თქვენს დამატებით გარდა ამისა, ანუ როგორ დადგამენ საერთოდ შესაძლებლობა როგორც ამბობ, როგორც კუპრაძემ აღნიშნა, სამართლებრივად აქვთ უფლება, მაგრამ იქ ახლა ადგილზე CSKO-ს კი და უბნის თავმჯდომარე რას მოიფიქრებს და როგორ გააგდებს კამერმენს, არ ვიცი. შეიძლება ჩაუვარდეთ ეგ ამბავი და როგორც ვიცით ჩვენ წინა არჩევნებიდან მოყოლებული 2024 წლის გაყალბებული არჩევნებიდან მოყოლებული კიდევ უფრო არის დამძიმებული არჩევნებზე დაკვირვება ადამიანებს დამკვირვებლებს არ აქვთ უფლება პასპორტი შეუბოწონ ადამიანებს არ აქვთ უფლება რეგისტრატორის უკან დადგნენ და მთელი რიგი ხელი შემშლელი მექანიზმებია იმისთვის რომ ვერ აღმოაჩინო დარღვევა და ეს ვიდეო კამერის დადგმა რას უზრუნველყოფს არ ვიცი. არ ვიცი მე მაგაზე დიდი მოლოდინები არ მექნებოდა. ჩემთვის შეიძლება რაღაცები თქვან განმარტონ როგორ აპირებენ ამის განხორციელებას, მაგრამ მათ შორის იმ ფონზე რაც ვნახეთ 2000 და მე სამ უბანზე ვიყავი, რა თქმა უნდა, ოთახში არ ვიყავი შესული გარდა იმისა, სადაც მე მივეცი ხმა, მაგრამ სამ სხვადასხვა უბანზე მოვხდი და რაც იქ ხდებოდა ის მარტო კმარაა, რომ მიხვდე, რომ შეუძლებელია ეხლა ამ მოცემულობაში მით უმეტეს არანაირი კონსოლიდაცია არ არსებობს, მით უმეტეს სიტუაცია დამძიმებულია. ამას მიაღწიო და ან თუ მაინც შეიტანენ, მე როგორ აპირებენ როგორ გადავიდე. ხო, თან გიორგიდან საინტერესო ის არის, რომ მეც ვიყავი დამკვირვებელი, სხვადასხვა უბნებზე მიწევდა სიარული და იქ უბანში შიგნით იქ ბევრი არაფერი არ ხდება, რომ წარმოიდგინოთ, განსაკუთრებული ვერაფერს კამერა ვერ აღმოაჩენს. თავი ამბავი ხდება გარეთ უბნებთან. სადაც არიან მობილიზებული ქართული ოცნების წარმომადგენლები, სადაც არის მობილიზებული რაღაცა სამარშრუტო ტაქსები და მთელი დღის მანძილზე სიებით მოყავთ ადამიანები ხმის მისაცემად. აი ახლა კამერის დადგმა იმაში, რა ქვია, უბანზე, არ ვიცი, რამეს თუ შველის. შიგნით უშუალოდ უბანში რაც შეეხება მაგას, ანუ ვიცით ახლა როგორ წკეთდება კარუსელი, ხო? მე მგონი თვითონ კონცემაც იციან, იმიტომ რომ ვიცით მოკლედ რომ ადამიანები დადიოდნენ და ბევრ ალბათ ადამიანს ყავს ახლობელი, ვისგანაც გაუგია რომ ესეთი რაღაცა ან ნახა, ან თვითონ მონაწილეობდა და ასე შემდეგ.
მათ შორის ეხლა არა აქვს რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არავის უფლება რომ აი ამ რეგისტრატორის უკან დადგეს და შეამოწმოს. ხო, ანუ ვერ აღმოაჩენ იმას ჩაკერებულ სხვა პირად ნომერს და თუ კი პირადად არ უშვებენ დამკვირვებელს რომ შეამოწმოს ვინ მოვიდა უბანზე, ხო? და ვისი გატარებას აკეთებს რეგისტრატორი, არ ამგონია კამერას დართონ მაგისნება და ეს კამერა იქეთ თუ დადგება ეხლა და უბრალოდ დაინახავს იმას, რაც ანუ როგორც ვიცი გათვლა იმაზე რომ ესე იგი შემოსულ ადამიანებს დაინახა სახეზე აღბეჭდავენ და შეადარებენ იქ სიაში არსებულ ადამიანებს რაც ჩემი აზრით იმ ხელა სამუშაოა რომ არ ვიცი მაგას წარმატებებს გისურვებ თუ მაგას მოახერხებთ თელ თბილისში ამდენი 1000 ადამიანის რაღაცა აღმოჩენა თუ შეგიძლიათ სხვა უკეთეს საინტერესო საქმეები არსებობს მან კიდე კანონმდებლობა როგორ არეგულირებს ამ ამბავს ეგეც საინტერესოა იმიტომ რომ რამდენად გაფრთხილებათა დაცვის ამბავში ხო არ ვიცი მოკლედ ნახოთ რა იქნება 4 ოქტომბერი ძალიან ახლოს არის უკვე თან 4 ოქტომბერს არა 4 ოქტომბერს მხოლოდ არჩევნები არ არის საერთოდ დიდი შეკრება 4 საათზე იგეგმება რუსთაველზე ძალიან დიდი აქცია ადამიანები ამას უწოდებენ მშვიდობიან რევოლუციას, ემზადებიან ამ დღისთვის და მათ შორის ეს პარტიებიც, რომლებიც არჩევნებში იღებენ მონაწილეობას, ისინიც ამბობენ, რომ დილით არჩევნებზე საღამოს აქციაზე. მოკლედ, ძალიან საინტერესო დღეები გველის წინ და ნახოთ რა შემდეგი გადაცემა გვექნება, ხო, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, იქამდე თუ გავიცვალისწინებთ საქართველოს არჩევნების ისტორიას და ზოგადად არა მარტო არჩევნები როგორც წეგანა აღნიშნული აქციაც იგეგმება იმ დღეს ძალიან საინტერესო ერთი კვირა გველის წინ და ძალიან საინტერესო ნიუსები გვექნება განსახილველად. მადლობა გიორგი. მადლობა შეცნუკრი. მადლობა მაყურებელს. იმედი მაქვს რომ საინტერესო გამოვიდა. კი თქვენი შეხედულებები, თქვენი აზრები აუცილებლად გაგვიზიაროთ კომენტარებში. აუცილებლად ყველა აზრს გავითვალისწინებთ, მით უმეტეს განსაკუთრებით გავეცნობი იმას, რომელიც შეიძლება საწინააღმდეგო შეფასებებს აძლევდეს ჩვენ მიერ განხილულ საკითხებს. ხო, თან ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმედი მაქვს რომ ბევრ კომენტარს დაწერთ, შემდეგ კომენტარებს აუცილებლად წავიკითხავთ ერთ-ერთ რუბრიკას გვექნება. მადლობა რომ გვისმენთ. პირველ რიგში გამოიწერეთ ქართული რესპუბლიკის არხი, გააქტიურეთ ზარის ფლაგი და ლაიქეთ ეს ვიდეო. ყველა ეს მოქმედება ძალიან დაგვეხმარება გაზრდაში და სამომავლო უკეთესი პროექტებისა და გადაცემების გაკეთებაში. მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა, შეხვედრამდე. ჩვენ გიორგი. წარმატებები. კარგი გადაცემა გამოვიდა და გავაგრძელებთ აუცილებლად. მშვიდობიანი დღე. მადლობა.